ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში კათოლიკოს პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. სიტყვი გამოვიდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. ხელნაწერთა ცენტრში მოწყობილ გამოფენაზე კი წარმოდგენილია კალისტრატე ცინცაძის საარქივო მასალა. ისტორიული მასალები, რომლებიც წლების განმავლობაში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და კათოლიკოს პატრიარქის ოჯახში ინახებოდა. კალისტრატე ცინცაძის 150 წლისთავისადმი მოწყობილ კონფერენციაზე ხელნაწერთა ცენტრში გამოიფინა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი საარქივო მასალა საქართველოს ეკლესიის ისტორიის მნიშვნელოვან ფაქტებზე მოგვითხრობს. აქ არის როგორც მისი ნაშრომები, მისი პირადი წერილები, საკათოლიკოსო საფუძველდადგენილებები მისი ხელმოწერით, ასევე წიგნები, რომელიც მას მიართვეს თავის დროზე. მე-20 საუკუნეში არის თავის ცხოვრებით, თავის მოღვაწეობით, თავის ბედის წერით პირდაპირ დაკავშირებული საქართველოს ერთის მხრივ დამოუკიდებლობასთან და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიასთან. კალისტრატე ცინცაძე იმ საკათოლიკოსო საბჭოს წევრი გახდა, რომელმაც 1917 წლის 12 მარტს სვეტიცხოველში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა გამოაცხადა. ხოლო ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების შემდეგ ამბროსი ხელაიასთან და რამდენიმე მღვდელმთავართან ერთად დააპატიმრეს და 3 წლით მეტეხი ციხეში ჩასვეს. 1932 წელს კალისტრატე ცინცაძე კათოლიკოს პატრიარქად აირჩიეს და საქართველოს ეკლესიას 20 წელზე მეტი ხანი ხელმძღვანელობდა. კალისტრატე ცინცაძეს უკავია განსაკუთრებული ადგილი საქართველოს ისტორიაში. 32-დან 52 წლამდე 20 წელია და კალისტრატეს გარდა ვერავინ ვერ გაუძლებდა ამ სიმძიმეს. ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდში კალისტრატე ცინცაძე აქტიურად იბრძოდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიისთვის. ამ საკითხს პატრიარქმა წიგნიც მიუძღვნა. მას ეკუთვნის ლიტერატურული და ისტორიული ხასიათის მნიშვნელოვანი ნარკვევები. ურთულესი ეპოქა იყო, აგრესიული ათეიზმის ხანა, გადასახლება, ეკლესია მონასტრების ნგრევა და ამ დროს პატრიარქმა მოახერხო, რომ ელემენტარული მაინც შეინარჩუნო ეკლესიის რწმენისა, აი ეს იყო მართლაც გმირობა. კათოლიკოს პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე 1952 წლის 3 თებერვალს 86 წლის ასაკში აღესრულა და სიონის საპატრიარქო ტაძარშია დაკრძალული.